ამის სახელითა მამისათა და დადისათა და წმინდისა სულისათა ას და მარადის და უკუნისამდე ამინ გილოცავთ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს არის მიცვალება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უცნაურია რომ მიცვალება ზოგადად ნიშნავს სიკვდილია რა თქმა უნდა განადგურებას, ტანჯვას, მაგრამ არის ერთი შემთხვევა, როდესაც მიცვალება არ არის დანაკარგი, არ არის დაკავშირებული მწუხარებასთან. ეს არის, როდესაც აღესრულება მართალი. როდესაც მართალი აღესრულება, მაშინ ის არის შენაძენი ზეცისათვის, შენაძენი მარადისობისათვის. იმიტომ რომ თუ გარდაცვალება იწყება შეძენა, მაშინ ის დანაკარგი არ არის. მარადისობის, უხრწნელების, უხრწნელი ნათელის, მარადიული ცხოვრებისთვის შენაძენი. განსაკუთრებული შენაძენიანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი. ასეთი მეოხი, ასეთი შენაძენი გარდაცვალებით კაცობრიობას არასდროს არ ქონია. ერთი არის მაცხოვარი ჩვენი უფალო იესო ქრისტე და მეორე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია, რომელმაც იტვირთა სრული ღმერთი, რომელმაც შვა ჩვენი ცხოვრების დასაბამი, რომელმაც შვა ნამდვილი ცხოვრება, ახალი ყლორტი, ახალი ადამი, განღმრთობა, განწმენდა, ადამიანის განახლება, ახალი ცხოვრება, სისავსე ცხოვრებისა. ამიტომ ამბობენ, რომ ის არის უზესთაის ქერუბიმთასა და აღმატებული ქერუბიმთა სერაფიმთასა. ანგელოს და იმიტომ რომ ანგელოსაც არ შეუძლია იტვირთოს ეს, რაც იტვირთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რაც იტვირთა ადამიანურმა ბუნებამ, დაცემულმა, როგორც დღეს საოცარი წაიკითხა, მე დავითნებ, მკვდარმა შვაო, წარმოიდგინეთ, მკვდარმა შვა სიცოცხლე. მკვდარია ჩვენი ბუნება მკვდარი იყო დაბადებიდანვე, მიდრეკილია დეგრადაციისკენ, დეგრადაცია, გრევა და სიკვდილი არის მისი თვისება შეძენილი და მხოლოდ განახლებულ ცხოვრებას შეუძლია აღმოაცენოს ასეთი სიდიადი. წმინდა მამები ამბობენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისა ღმერთია ღმერთის შემდგომ. რა თქმა უნდა, ღმერთი არა არსით, არა ბუნებით, არამედ შენაძენით, მადლით. და წმინდა წერში წერია ასეთი სიტყვები, მაცხოვარი ამბობს, ებრაელის ეუბნება, არა წერიაო ღმერთნის სამეხართა. ანუ უფალი ამბობს ბიბლიაზე, რომ თქვენ ღმერთნი ხარ, რომ ადამიანს ეუბნება. ანუ ადამიანში ჩადებულია განღმრთობა, ადამიანში ჩადებულია უდიდესი სულიერი მადლი, ძალა, განღმრთობა, განათლება, ნეტარება, სიხარული, ზეციური არის ჩადებული ადამიანში. თუ ადამიანი დაეფუძნება საღვთო ცხოვრებას, თუ დაეფუძნება ახალ ყლორტს, ახალ ნიადაგს, ახალ ნერგს, ქრისტეს, საღვთო ცხოვრებას, რომელსაც დაებუცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წარმოუდგენელი რამ შეძლო. წარმოუდგენელი უზესთაისა, სერაფიმთასა და ქერუბიმთასა. მეოხი შემდგომად ღვთისა, ყველაზე დიდი შემწე და მეოხი. ამიტომ ადამიანის ბუნებაში, ჩვენს ბუნებაში დევს ეს. თუკი დავეფუძნებით და თუკი ადამიანი ისევ დარჩება ძველი ადამის არსებად, ძველი ადამის საფუძველზე, მაშინ გარდაუვალია მისი დეგრადაცია, გარდაუვალია მაშინ მისი დემონიზაცია, გარდაუვალია მისი დაცემა. გრძნობს ამას ადამიანი თუ ვერ გრძნობს. დღეს, როგორც თქვით, არის უდიდესი შენაძენი ჩვენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის მეოხი. ის ხორცელად გაგვეშორა, მაგრამ სულიერად უფრო ახლოს გახდა და გახდა მფარველი მთელი ქვეყნისა და ყოველი ქრისტიანისა და ჩვენი ქვეყანისა. ამიტომ დღეს, როდესაც განსაკუთრებული მძიმე ვითარება, განსაკუთრებული დღეს არის ისევ გზა გასაყარი, ასეთი რამდენი გზახასაყარი გონია ჩვენ. რამდენჯერ ჩვენ მოუტყუები ვართ
ჩვენს გადაწყვეტილებებს, როდესაც ადამიანებს ვენდოვებით, ვიღაცა სახელმწიფოებს ვიყავით ჩამოკიდებული და მფარველობას ვეძებდით გარეგნულს, ყოველთვის ჩვენ დავჭით მარტონი, ყოველთვის ყველამ გვიღალატა, ყოველთვის ყველა სურდა ჩვენი განადგურება და ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთის განგებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით ჩვენ გამოვდიოდით კიდე გამარჯვებულები ამ უკიდურესი მწუხარებიდან, უკიდურესი ისტორიას თუ ნახავთ, უკიდურესი ნგრევიდან გამოვდიოდით ჩვენ გამართლებულები და გაძლიერებულები. ეს იმიტომ რომ ჩვენ წინაპრებს უსმენდა ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. და სამწუხაროდ დღეს არის დეფიციტი იმისა, რომ ზეცა გვისმენს ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ისევ არის აბობოქრებული ველური წარმართი ტომები, რომლებიც ერთი სულიათ რომ გაგვანადგურონ და ჩვენი მიწები დაემკვიდრონ. ჩვენ აღარ მრავლდებით და აღარ ვიპყრობთ იმ მიწას, რომელზეც უნდა ვიყოთ, ჩვენ ვტოვებთ მიწებს და 1,5 მილიონი ადამიანი წასულია ქვეყნიდან და ისინი ვინც დავრჩით ივსება სხვა ადამიანებით, რომლებიც იმ კულტურას, იმ მენტალიტეტს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა დაამკვიდრეს, ამას ეს შეიძლება შეიცვალოს. და ჩვენი ახალგაზრდობა ეძებს სხვა კერპებს, სხვა ღმერთებს. გარეგნულად ბევრი მათგანი ქრისტიანია, მაგრამ ცხოვრების წესით სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ ქრისტიანული ცნებების მორჩილება, ეკლესიის მორჩილება, სხვა თავისუფლება სურთ, სხვა თავისუფლებას ეძებენ და დავიწყდათ რომ მხოლოდ ერთი თავისუფლება არსებობს, ეს არის თავისუფლება ცოდვისაგან, რომლისაგან ადამიანს ათავისუფლებს ღმერთი და ჭეშმარიტება. ამიტომ დღეს განსაკუთრებით ჭვინდება ეს მეოხება და განსაკუთრებით საჭიროა რომ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რაიმე ლოცვა ყველა ადამიანმა ჩავთო ჩვენს ლოცვებში. და ამით ვევედროთ ჩვენი სამშობლოსათვის რომ გამოგვიჩინოს გზა და მისი განგებულება დღესაც იყოს მხსნელი ჩვენთვის. და ეს ლოცვა აუცილებლად უნდა იყოს მტკივნეო გულით აღსრულებული. ჩვენი ოჯახები დღეს ღველვაგვემული ოჯახებია, რომლებიც აფორიაქებულ ზღვაში შეგდებულ ნავს გავს. მათი დამშვიდება შესაძლებელია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მეოხებით და ჩვენი სულიერი ფერიცვალებით და ჩვენი ცხოვრებით. იმიტომ რომ არ გამოვა ესე დღეს მარიამბობა გვიხარია და ერთმანეთ დღესასწაულოთ, ხვალ მივდივარ და ვანადგურებთ ერთმანეთს. ერთმანეთს ვქიშბობთ, ერთმანეთს ამტრობთ, ბოღმას ვატარებთ გულში, ერთმანეთი გძულს, ქართველი გართველის მტერია და არავის მტერი არ უნდა იყო, მაგრამ შენი ძმის როგორ უნდა იყოს, შენი ძმის მტერი. ამიტომ ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ახალი ცხოვრება აღადგინოს ჩვენში, ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამშობლოში. და ისე როგორც უსმენდა ჩვენ წინაპრებს, ისე შეისმინოს ჩვენი და ღვთის მადლი და ღვთისწყალობა დაამკვიდროს ჩვენ სამშობლოში, ჩვენს ეკლესიაში და ყველა ჩვენთაგანის ოჯახში. ღმერთმა დააგვილოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგვიშალოს ღმერთმა.